ენის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე პირველყოფილ ადამიანებს თვითგამოხატვის გზები სჭირდებოდათ. გადარჩენა დამოკიდებული იყო ინფორმაციის გაზიარებაზე, საფრთხის შესახებ გაფრთხილებასა თუ ჯგუფის შიგნით კავშირების განმტკიცებაზე. მეცნიერებს ჯერათ, რომ ბგერები როგორიცაა ღრენა, ღიღინი ან თუნდაც მელოდიური ძახილი კომუნიკაციის დამყარების ჩვენი პირველი მცდელობები იყო. ეს პროტოსიმღერები კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. წარმოიდგინეთ საკვების საძიებლად გასული პირველყოფილი ადამიანების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი ახლოს მტაცებელს შენიშნავს. მოულოდნელ რიტმულ შეძახილს შეეძლო ჯგუფის გაფრთხილება რთული სიტყვების გარეშე. დროთა განმავლობაში ეს შეძახილები შესაძლოა უფრო ნიუანსირებულ ბგერებამდე ჩამოყალიბდა და საბოლოოდ ვოკალური მუსიკის საფუძვლად იქცა. სიმღერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციებთან. შეგიმჩნევიათ, რომ ბედნიერებისას ხშირად ღიღინებთ, ან მძიმე დღის შემდეგ სევდიან მელოდიას მღერით. პირველყოფილი ადამიანები მელოდიას სავარაუდოდ გრძნობების გამოსახატავად იყენებდნენ.